კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამომშვიდობისა. თქვენ უყურებთ პოლიტმეტრს ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახოს ანაიესთან ერთად. საღამომშვიდობისა მობილიზაცია ქართულ ოცნებაში მას შემდეგ რაც ფორმულა მედისონ რისერჩის კვლევის შედეგები წარმოადგინა. მართველი პარტია აღელდა და სასწრაფო წესით გამოაქვეყნა საკუთარი პარტიული კვლევის შედეგები, რომელშიც ბუნებრივია მათ პარტიას ედისონზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ოპონენტებს კი შედარებით დაბალი. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევითი ორგანიზაციის წინასაარჩევნო კვლევა ოცნების ლიდერებმა ჩვენს სიზმრებად გამოაცხადეს, თუმცა მართველი პარტიის თითოეული წარმომადგენლის კომენტარს ეტყობოდა დღეს, როგორი მძიმე იყო მათთვის იმის გაგონება, რაც სავარაუდოდ ძალიან კარგად იცოდნენ, თუმცა საჯარო სივრციდან, მედიიდან ამისი გაგება მათ უკვე პოლიტიკურ განაჩენად აღიქვეს და ბუნებრივია გაბრაზდნენ. გაბრაზდნენ ვისზე? ორგანიზაციაზე, რომელმაც კვლევა ჩაატარა და მედიაზე, რომელმაც ეს კვლევა გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას თაროზე უწყვია ფურცლები, სადაც რეიტინგებია დაწერილი. როგორც კი დასჭირდება, მაშინვე აქვეყნებს. ასე მოხდა ახლაც. მართველმა პარტიამ ედისონ რისერჩის კვლევის გადაფარვას სცადა. თან გვითხრა, რომ ედისონ რისერჩის კვლევას კი არა, მამუკა მდინარაძის სოციოლოგიურ წიაღსვლებს უნდა დავუჯეროთ. ედისონ რისერჩი კვლევებს ატარებს NBC-ს, CBS-ის, CNN-ისთვის, კვლევებს ეყრდნობა Reuters-ი. ქართული ოცნების შედეგებზე კი ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. უბრალოდ გამოდის ხელისუფლების წარმომადგენელი და აქვეყნებს რიცხვებს. ამას კი შიდა კვლევებს უწოდებენ. ტესტი მარტივია, მსურველს მარტივად შეუძლია გადახედოს ედისონ რისერჩის წინა კვლევებს და მიხვდება, რომ ხელისუფლება ტყუის. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ფორმულას exit poll-ით, რომელიც ასევე ედისონ რისერჩმა ჩაატარა, ქართულ ოცნებას 46% ერგო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ბოლო შედეგი მართველ გუნდს 48% დაუწერა. ახლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გეტყვით, სწორედ ედისონ რისერჩი იყო ის ორგანიზაცია, რომლის შედეგებმა მეორე ტურის აუცილებლობა აჩვენა. exit poll-ით მაშინ სალომე ზურაბიშვილს 40% ერგო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი გაცილებით არა 2%-ით, ანუ ცდომილებაში რომ ჯდება იმ 2%-ით ნაკლები დაუთვალა და 38%-იანი შედეგი აჩვენა. ეს ცდომილება კიდევ ერთხელ გეტყვით იყო 2%. ამერიკულმა ორგანიზაციამ მაღალი პროფესიონალიზმი 2017 წელსაც აჩვენა, თუ ედისონმა exit poll-ით კახა კალაძეს პირველივე ტურში გასვლა უწინასწარმეტყველა და კვლევის მონაცემით იყო 54%, ასევე ცდომილებაში ჯდებოდა. ოფიციალური შედეგებით მას 51%-იანი მხარდაჭერა ერგო და პირველსავე ტურში გახდა დედაქალაქის მერი და წავიდეთ კიდევ უფრო შორს. ედისონის წინასწარი პროგნოზი ყველაზე ახლოს იყო ოფიციალურ მონაცემთან 2012 წელსაც, მაშინ კვლევა ორგანიზაციამ რუსთავი 2-სა და იმედის დაკვეთით ჩაატარა. exit poll-ით ქართულ ოცნებას 50% ერგო, CSCOM კი 54%-იანი შედეგი დადო. ედისონის წინასაარჩევნო განწყობების კვლევით ქართული ოცნება 43%-მდე ვერ მიდის. თუკი თვითმმართველობის არჩევნებს მოქალაქეები რეფერენდუმად აქცევენ, ბადამდელი არჩევნები გარდაუვალი ხდება. 3 კვირა არჩევნებამდე და მთავარი ოპოზიციური პარტიის შანსები. პოლიტმეტრში დღეს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე. მივესალმებით ოპოზიციური ერთობის სამეულს, დედაქალაქის, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ველის ლიდერებს, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს. მადლობა მათ სტუდიაში მოსვლისთვის. ერთად მობრძანებისთვის. ნიკას მინდა პირველ რიგში პირველივე კითხვა დაუსვა, რა თქმა უნდა, ამ კვლევებთან დაკავშირებით, როგორ გაანალიზეთ თქვენთვის ის, რაც ნახეთ ციფრებში გამოხატული 3 კვირა არჩევნებამდე. ალბათ მცირე კიდევ იქნება მატება, კლება, მაგრამ სურათი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა დაიწყო. მადლობა მოწვევისთვის. ახლა თულია არ გამოუცხადო ნდობა იმ ორგანიზაციას, რომელმაც დაამტკიცა, როგორც თავად ბრძანა უახომე ახლა, გაიხსენა წინა საარჩევნო საავადმყოფო ციკლის დროს კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული შედეგები, რომელიც მეტაკლებად სიზუსტით დაგვირგვინდა კონკრეტულად არჩევნების დღეს, ხო? მე რა თქმა უნდა ნდობას უცხადებ, მაგრამ ერთ კორექტივებას შევიტანდი, გონია, რომ ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ქართულ ოცნებას ამ კვლევით უფიქსირდება, თუკი დაფიქსირდა, გამიკვირდება, ანუ ბევრად ნაკლებს ველოდები არ დაგიმო, ბევრად ნაკლებში გულისხმობ
4-5%-ით ნაკლები ჩემის აზრით ეს რამეს ემყარება თუ უბრალოდ აქმა არის ასეთი? ველზე მუშაობა, როდესაც მიმდინარეობს ცალკეღებული პოლიტიკოსის მხრიდან აქტიურად და გამოცდილებაც დაგვიგროვდა რომ გაგვიჩნდეს მყარი განსა თუ რასთან გვაქვს საქმე, მე მგონია აქედან გამომდინარე მაქვს უფლება ვივარაუდო რომ ქართული ოცნებისთვის მაგალითად თბილისში ჩემი ვარაუდი ასეთია, ხომ? თუ კი ქართული ოცნება პარტიულად 30-31%-ს აიღეს, მე პირადად გამიკვირდება. რომ მგონია, რომ ძალიან ბევრი სამომრჩეველი, რომელსაც ქართული ოცნება უყურებს როგორც საკუთარ ამომრჩეველს, საარჩევნო უბანზე, როდესაც გამოცხადდება, მას ზურგში აქცევს. ზუსტად ის მოხდება, რაც მოხდა 2018 წელს. მაგალითად, წლევანდელი არჩევნები დიდწილად მაგონებს იმ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო 2018 წელს. 18 თუ 12 საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც რთული იყო ნამდვილად ზუსტი პროგნოზის გაკეთება და თავად ჩვენთანაც მახსოვს, რომ საარჩევნო შტაბშიც იყვნენ ბევრი ადამიანი, რომლებიც ვერ თვლიდნენ, რომ ჩვენ იმ პროცენტულ მაჩვენებელზე გავიდოდით, რომელზეც გავედით. მაგრამ აღმოჩნდა რა, ბევრი ადამიანი მივიდა, ბევრი ადამიანი მიიყვანა ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით, მაგრამ როდესაც ისინი საკუთარ თავთან მარტო რჩებოდნენ ურნასთან, ხმასალძებდნენ ოპოზიციას. ამას ჰქონდა ბევრი თავისი მიზეზი და ეს მიზეზები მხოლოდ მომრავლდა და გაღრმავდა პრობლემები ქართული ოცნების. თუმცა კანდიდატიც თუ თბილისზე ვლაპარაკობთ, ანუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ანუ კალაძე გაცილებით პოპულარულია დღეს. არა, სალომე ზურაბიშვილთან რა პრეტენზია ჰქონდა მთავარი? იქ მაშინაც დილემა ჰქონდა, ხომ? რუსეთის საკითხი მაგრამ რუსეთ დასავლეთის დილემა არსებობდა. ეს პრობლემა, ეს წყალგამყოფი დღეს ხომ უფრო მკაფიოა რა. თორე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება კი არ იყო ჩვენთვის მიუღებელი, მისი ხედვები, ოდესღაც გაკეთებული განცხადებები იყო ძალიან სერიოზული მიუღებლობის საფუძველი და დღეს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება იმაზე მძიმე განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, ზოგადად ცივილიზაციური სამყაროს მისამართით, ვიდრე კეთდებოდა და დასავლური არჩევანი არა მხოლოდ ჩვენი თაობის არჩევანია, არა უბრალოდ პრაგმატული არჩევანია, არამედ ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია და მეტიც ეს არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ აქ არ არის საუბარი, ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, ვინ იქნება თბილისის მერი, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს და ხვალ დეპუტატი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო გადის დასავლური სივრციდან თუ არ გადის. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რახან კითხვა ეხებოდა კვლევას და კვლევის შედეგებს, ჩემი მყარი ვარაუდი არის, რომ შედეგები კიდევ უფრო სავალალო იქნება ქართული ოცნებისთვის, რაც არ უნდა манипуляციას ესენი ეცადონ. არ ყავდება ამ ქვეყანაში არჩევნები იმდაგვარად და იმ პროცენტული მაჩვენებლით, რომ ამ მოკაჩონ ის დანაკლისი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას აქვს. აქ მინდა ვიკითხო, ზურას მინდა ვკითხო, ახმა, რაც თქვენ გინდათ, რომ საზოგადოებას უთხრათ, რომ ეს არის რეფერენდუმი. ამ კვლევის მიხედვით ეს ახმა გაჩენილია? საზოგადოებამ ეს გაიგო თქვენ რასეუბნებით, რა არჩევნებზე მიდიან სამ კვირაში? კი, არა მხოლოდ კვლევა, ისედაც რა ვიცი, მეც ყოველდღე უამრავი კომუნიკაცია მაქვს უამრავ ადამიანთან და კი ეს მესიჯი ადამიანებთან მისული არის ცალსახად და იგივე კითხვაზე ვფიქრობდი უბრალოდ ბარემ მინდა რომ იმაზეც გავაკეთო კომენტარი. ანუ შაშან რომ მათემატიკა არის ხო? ანუ ჩვენ რომ დავიჯეროთ, ჩემი აზრით გაყავდა შაშანდელი არჩევნები მინიმუმ ისე რომ მეორე ტურისთვის შეეცვალათ სურათი. მაგრამ დავიჯეროთ თქვათ რომ 48% აიღო ქართულმა ოცნებამ. იმის მერე გავიდა 1 წელი ხო? ამ 1 წლის განმავლობაში უამრავი რამე მოხდა, ხო? მათ შორის მოხდა ის, რომ გაირკვა, რომ სინამდვილეში შაშა რასაც იკვეხნიდა, რომ საუკეთესო მმართველებია პანდემიის, გაირკვა, რომ სინამდვილეში არაფრის მმართველები არ არიან და რაღაც არ ვიცი, დღეში 50-დან 100 კაცამდე კვდება ყოველდღიურ რეჟიმში, ხო, ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ეკონომიკა არის პრაქტიკულად მთლიანად ჩამოშლილი, ხო, ამ ქვეყანაში ფულს აღარდებს, არავინ ინვესტიციები აღარ შემოდის, სამუშაო ადგილები კვდება, მათ შორის ოფიციალური სტატისტიკითაც უმუშევრობა გაზრდილი არის, ხო? ინფლაცია ისე გაექცათ, რომ იგი არ გაქუცევია ამ ქვეყანას ძალიან დიდი ხანია, ბევრი წლების განმავლობაში 13%-მდე არის ფასები გაზრდილი, ხო? არის კატასტროფულ მდგომარეობაში. მათ შორის ბოლო პერიოდში, ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ ფარ დაეხადა და გამოჩნდა, რომ
ამ ხელისუფლებამ უარი თქვა პრაქტიკულად დასავლეთთან თანამშრომლობაზე და ამ ქვეყნის დასავლურ კურსზე. ამის გარდა არის ის, რომ რა ვიცი, გახარია შემოვიდა პოლიტიკურ ველზე და მისი ხმები აზის ქართული ოცნების ხმებზე და ფაქტია, რომ რაღაცა ხმები მიაკ ოცნებიდან. ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით ქართული ოცნება ხა დღეს გამოდის და გვეუბნება, რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა რაც ხდება, მათი რეიტინგი შარშანდელი უჭირავთ ისევ ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ამას გვეუბნებიან. ეს ხო მათემატიკურად შეუძლებელი ამოცანა, ანუ რა მოხდა მაშინ, ანუ ჩემი მხარდამჭერები და ნიკას მხარდამჭერები და ელენოს მხარდამჭერები გადავიდნენ, ეხლა ამ ერთ წელს განმავლობაში უცებ ტვინში გადაუტირავთ რაღაცა და გადავიდნენ და ოცნების მხარდამჭერები. ეგ ხო ზღაპარია, შეუძლებელი რაღაცა არის. ამიტომ მათემატიკურად მგონია შეუძლებელი, რომ მათ შეძლონ 40%-იც კი აღება ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის გაყალბების გათვალისწინებითაც კი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება 40%-ს ასწრენ მთელი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ახლა მე ჩამოთვალე და ეს არის რეალობა. ამ ბოლო ერთ წლის განმავლობაში კარგი ამ ქვეყანაში არაფერი არ მოხდა, რა მოხდა ძალიან ცუდი რაღაცები და ყველაფერი მათ შორის ხელისუფლების პასუხისგებლობით და ისინი გვიმტკიცებენ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხალხი არის ისეთი შტერი და ისეთი ბბორო, მათი რეიტინგი ისევ ისეთია, როგორც ჰქონდათ, როგორც დაიწერეს შაშან, როგორც არ ქონდათ, მაგრამ როგორც დაიწერეთ. შეუძლებელი ამბავი ამის თქმით. რადგან ჩვენ ასე ვთქვათ, ვლაპარაკობთ იმაზე ვკომენტირებთ, რაც ქართულმა ოცნებამ თქვა, ისინიც ბუნებრივია ითვლიან რა ელექტორატი შეიძლება მიიყვანონ ამ არჩევნებზე. როდესაც მათემატიკურ გათვლებს ამბობთ, ანუ რა არის ის ჭერი თქვენი აზრით, რომლის იქით ვერ წავა უბრალოდ ქართული ოცნება. აი ჩვენ სულ ვამბობთ, აი 43-ს ვერ მიაღწევს, აი თქვენ ახლა თქვით 40%-იც გაგიკვირდებათ. ნიკამ თქვა, რომ თბილისში 30-11%-იც გაუკვირდება. რა რესურსი აქვს ქართულ ოცნებას? გარანტირებული, ასე ვთქვათ, მიბმული ისეთი ბერკეტებით მის პარტიაზე, რომ ეს რაღაც საბაზისო მონაცემს აძლევს მას. ეგ არის ალბათ სადღაც 30-დან 35%-მდე და თავის ზეწოლებით და მოსყიდვებით და გაყალბებებით მაქსიმუმ შეიძლება აწევონ 35%-ს ზემოთ, მაგიტომ ვიძახე 40%-მდეც გონია რომ ვერავდნენ. ელენე, თქვენ გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს ეს კვლევები, რომელიც გუშინ ფორმულამ გამოაქვეყნა. მე თქვენ რაც არ უნდა მკითხოთ, მე რა თქმა უნდა კლასიკურია ხო, პასუხი რა თქმა უნდა ვიგებ, თქო მე მინდა უფრო ღრმად ვისაუბრო ცოტა ხო, რა ხდება ქვეყანაში და რატო არ დარწმუნებული, რომ ამის იქით უბრალოდ აღარ არსებობს ესე გაჩერების საშუალება, უბრალოდ ისტორიულად არ არსებობს, არანაირად არ არსებობს. ქართულმა ოცნებამ რამდენიმე ხარისხობრივი რაღაცა მოხდა 20 წლის არჩევნების შემდეგ. მას შემდეგ რაც ჩემი აზრით ღრმარწმენით მიიტაცეს, მათ შორის პანდემიურ სიტუაციაში მიიტაცეს ძალაუფლება. პირველი მათ ჩამოიხადეს ნიღაბი და დასავლეთის თვალსაზრისით, ანუ ის პერსპექტივა რაც იყო, რაც გინდათ ის დავარქვათ, ხო? აი დასავლეთში მგზავრობის პერსპექტივა, დასავლეთში განათლების მიღების პერსპექტივა, დასავლეთიდან ინვესტიციების მიღების პერსპექტივა, ზოგადად ხო რაღაც ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნის პერსპექტივა იძახდნენ, ხო რაღაც 24 წელს ჩვენ შევალთ ევროკავშირში და შემდეგ. ეს ნიღაბი ღიად ჩამოიხადეს. და რაც გააკეთა ღარიბაშვილმა, როდესაც პრაქტიკულად დააწევინა ევროკავშირის დროშა და მე ეს გააგრძელა, ხო? ანუ მიშელის ხელშეკრულება გადახია დახმარება მე იქიდან არ მინდა. ეს არ არის შემთხვევითობა. მათ ეს ღია განაცხადი გააკეთეს, რომ ჩვენ ეს დასავლური ორიენტაცია აღარ აგვაქვს, ეს გახდა ძალიან თვალსაჩინო მათ შორის ადამიანებისთვის და ეს არის ის პრინციპული ზღვარი, რომელსაც მე ღრმად მჯერა, რომ ქართულ საზოგადოებაში ამ კურსს არავინ არ შეიცვლის და არავის ეს არ გავა. მეორე ხარისხობრივი ცვლილება მოხდა ის, რომ მათ დაარტყეს მშვიდობას. მათ დაარტყეს ადამიანების მშვიდობის განცდას. აი იყო სულ აპარაკი, რომ კაი შეიძლება დემოკრატიულად ისე ვერავართ რა, მაგრამ ნუ აი მშვიდად სტაბილურად ვართ. არანაირი სტაბილურობა, ადამიანი მოკვდა, ლექსო ლაშქარავა მოკლეს. ქუჩაში წემდნენ ადამიანებს. პირდაპირ, თან ეს ისე ხო არ მოხდა, რომ აი გაეპარათ სიტუაცია. არ გაპარვიათ. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე თქვენ ქუჩაში გწემთ და პირდაპირ ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ ადამიანები და დემონსტრაციულად ამას აკეთებდნენ. გარდა ამისა, მართლაც დღეში 80 ადამიანი, 70 ადამიანი, აქ უკვე ციფრებს რო ამბობ, ამაზეც ცუდად ხვდები, ხო? ანუ აი ესეთი მასშტაბური ტრაგედია. ხდება ჩვენ მშვიდობას დაემუქრა და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხარ იმ ამოცანით, რომ შენ შეიქმნა შენი სამეფო, იყიდო მთა, როგორც თაბორზე იყიდა, მოაწყო იქ შენი ციხე-სიმაგრე, იყიდო აბასთუმანი და მოაწყო იქ შენი ციხე-სიმაგრე. როდესაც ჩვენ გჭირდება მონები და არა
ინდივიდების სახელმწიფოში საბოლოო ჯამში მშვიდობა დგება საფრთხის ქვეშ. ოღონდ ეს გახდა ძალიან თვალსაჩინო. ამიტომ მე რო დავანებო თავი თქვათ აი მათემატიკურ დათვლებს თავის გახარიას ფაქტორი და ასე შემდეგ, ეს არის ორი ისეთი თემა, რომელსაც მით უმეტეს მესამე ვადით მიტაცებული ხელისუფლების პირობებში. არ აპატიებს საქართველოს მოქალაქე ამას ქართულ ოცნებას. ეხლა მესამე და უმნიშვნელოვანესი და ეს ღიად ვილაპარაკოთ, ხო? ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ ქართულ ოცნებით გაყოფილი არავინ არ არის და მე მართლა ქუჩაში რომ დავდივარ, მართლა არ მხვდებიან ადამიანები, ვისაც ცვლილება არ უნდა. მაგრამ ცვლილებას სჭირდება ოპოზიციური ძალა, განაცხადი პერსპექტივის განცდა. იმიტომ რომ ესე არ არის, რომ ქართული ოცნება რადგან ცუდია, მოდი ეხლა ის გადაირჩიე. აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ჩვენი მოქალაქეები, ეხლა მაყურებლები არ იყვნენ 100%-ით კმაყოფილი იმით, რაც ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნებზე ეს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება. ოპოზიციამ ამ არჩევნებზე პირველად მოახერხა და შესთავაზა თავარი რამ, რომ არ მოვდივართ ჩვენ ძალის, აი ესე ყველაფრის მიტაცებისთვის, ჩვენ მოვდივართ კოალიციურად იმისთვის, რომ ის საფრთხე რაც აქამდე გქონდა, რომ ისევ და ისევ წრეზე ვიარო და შეცდომები უშვათ, იმიტომ რომ ძალა ყველას ერთხელშია, სკოლის მასწავლებიდან დაწყებული, ბუკვალურად ვამბობ, ბაღის გამგედან დაწყებული, პრეზიდენტი დამთავრებული ერთი ვერტიკალი ძალაუფლების. არა, მოვდივართ კოალიციურად, მოვდივართ მათ შორის ახალი თაობის პოლიტიკოსები, მოვდივართ ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის განსხვავების პატივისცემით. მე და ზურაბ ჯაფარიძეს არასდროს არ დაგვიმალავს საჯაროდ, რომ რაღაც საკითხებში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. მე და ნიკას საჯაროდ გვიკამათია არაერთ თემაზე და ჩვენ ამის დამალვას არ ვაპირებთ, მაგრამ ღიები ვართ, უწრფელები ვართ ამაში. ოღონდ ვამბობთ, რომ არა, ჩვენ შევძლებთ კომპრომისებზე წასვლას და თავარი უკვე ეს სამომავლო კოალიცია კი არ არის, ნაციონალურ მოძრაობამ თქვა, რომ მე კი ვარ ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ მე მინდა რომ იყოს კოალიცია. ამიტომ მე ვამბობ, ელენე ხოშტარია ყველაზე პატარა პარტია. იყოს ამ ეტაპზე, იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. ჩემში არ არის, ხო? ანუ ეს არის სისტემა, სტრუქტურა ძალაუფლების. ან მაგალითად გირჩის, რომელიც არ არის ყველაზე დიდი პარტია ჯერჯერობით. გირჩის მაჟორიტარები იყვნენ თბილისში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარები იყვნენ თბილისში. ეს არის ჩემი აზრით და რა თქმა უნდა ხედვა იმისა, რომ ჩვენ არ მოვდივართ უბრალოდ იმიტომ, რომ ოცნება არიან ცუდი. ჩვენ გვინდა საქმის კეთება, არ გვინდა რომ მოქალაქეები გრძნობდნენ ესე უყურადღებო. კი ბატონო, აი ნიკასთან მაქვს ერთი შეკითხვა. ოღონდ მცირე შესავალი მინდა გავაკეთო. ირაკლი კობახიძე ძალიან ხშირად ამბობს ამას, რომ 1%-იც რომ ავიღოთ, თვითმმართველ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. რამდენიმე მიმართულება აქვს, ანუ რამდენიმე გზავნილია ამ ფრაზაში, მაგრამ ერთს გამოვყოფ ახლა, რაც შეკითხვის დასმისთვის გამომადგება. ანუ მოსახლეობას ამით განსაკუთრებით რეგიონებში ეუბნებიან, რომ ეს არჩევნები რომ წავაგოთ, ეს არაფერს ცვლის, იმიტომ რომ პოლიციის უფროსი ისევ ჩემი იქნება, უშიშროება ჩემი იქნება, ადგილებზე ასე ვთქვათ, ჩემი წარმომადგენლები ქუჩაში ისევ იქ იქნებიან. ერთი სიტყვით დაშინების გზავნილიც არის. და ამიტომ ამბობენ, რომ ეს რეფერენდუმი კი არ არის, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. ხო, აი ხა მე ერთი პრაქტიკული შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი თქვენ როგორ იცავთ რიგით ამ მომრჩეველს, რომელიც შეიძლება ცოტა შეშინებულიც იყოს რეგიონში სადღაც არ ვიცი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ნებისმიერ ადგილზე, როგორ იცავთ, როცა მას უნდა მივიდეს უბანზე, ხმა მისცეს ოპოზიციას, მაგრამ უფრთხის ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს და ეგრეთ წოდებულ აი ამ ქუჩის ბიჭებს. აი როგორ დაიცავთ მას თქვენ სადღაც რეგიონში? კი ბატონო, პირველ რიგში ის რა განცხადებებიც ქართული ოცნების ქინა კეთება, მათ შორის ბატონი კობახიძე რა განცხადებებს აკეთებს, ეს ხომ მეტყველებს შემდეგზე, რომ რთული პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარეობს. ეს მისი განცხადებების ასე კასკადი და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს არ არის გენერალური ცვლილებების მომტანი არჩევნები. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ განწყობა რეალურად ჩვენზე კარგად იციან, აქ ვინც ვართ სტუდიაში, ჩვენზე კარგად იცის ქართულმა ოცნებამ. რა მდგომარეობა აქვს ელექტორალურად, ნამდვილად არანაირად საკმარისი არ არის, რომ მიიღოს ის პროცენტი, რაც უნდათ. უბრალოდ არ არსებობს თავისი გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით. არის ხომ არჩევნები, რასაც უკვე უბრალოდ რო ეჯახები რეალურ შედეგს, იმას ვეღარ ცვლი. რაც შეეხება ეხა ამორჩევას, კი ბატონო, ვიღაცა ეგება შანტაჟ, ვიღაცა ეგება მახეს, ვიღაცა ითიშება რბოლიდან, მაგრამ მადლობა ღმერთს, აბსოლუტურად უმრავლესობა ასე არ არის. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ყოველდღიური მუხჩაუხრელი შრომით დავარწმუნოთ თითოეული რიგითი ამორჩეველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ შორის განსხვავება არ არის. უბრალოდ ხა როლებია შეიძლება გადანაწილებული და ჩვენ ახლა სტუდიაში ვიყო ტელეკომპანია
ფორმულასი, მაგრამ სოფელ ტყაიაში, ზუგდიდის რაიონის, ხო? არ ვიცი, ოჯახი, ოჩიგავების ოჯახი სხვა ფრონტზე იბრძვის. ჩვენ სხვა ფრონტზე ვიბრძვით, ჩვენ გვინდა მათთან ერთად ველზე ვიყოთ და ამის დემონსტრაციისთვის, ხო, საილუსტრაციო ჩვენ ყველაფერი რაც შეგვეძლო გავაკეთეთ ამ ბრძოლაში. მართლაც აი ოჯახის წევრებით, მშობლებით, არ ვიცი, ნათესაობით, მეგობრებით, მეზობლებით, ყველა ვინც კი ვართ, რაც კი გვაქვს დავდექით ბრძოლის ავანგარდში და ვუთხარით და ვეუბნებით თქვენი ეთერის გამოყენებით ყველა თქვენს ტელემაყურებელს, რომ ამაყები უნდა ვიყოთ სინამდვილეში, რომ ჩვენს თაობას, ვინც დღეს სახეზე ვართ, ცხოვრობთ და ცოცხლები ვართ და ერთად დიდხანს გვაცოცხლოს, გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იამაყონ და ცვლილებები ჩვენი შრომით მოვიტანოთ და ვუთხრათ ჩვენს შვილიშვილებს არ შემეშინდა იმ კონკრეტულ დღეს ვიღაცა მოზობიჭო ელემენტის და პროკურორისა და პოლიციელის მესმის, მაგრამ ბენერიტი ეხმარებით ან თქვენი წარმომადგენლები რა. გარდა იმ პოლიტიკური მუხტითა, რომელსაც ნიკა ლაპარაკობს, ხო, რომ აი ჩვენ მართლა ყველა ველზევა და ვიბრძვით აბსოლუტურად ყველგან, არის ძალიან კონკრეტული მექანიზმი, რომელსაც მეც და მეც გავიგებთ. არის სამოქალაქო CESCO. ეს არის სტრუქტურულად, ანუ ამ არჩევნებზე წინა არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული პროფესიონალების მიერ, CESCO-ში ნამუშევარი მათ შორის ადამიანების მიერ, პლუს აქტივისტებთან ერთად, ცირცხვილიასთან ერთად. ოღონდ ამას დაემატება კიდე ჩვენი ყველას პარტიული აქტივისტები, ნუ ჯარი, ასე ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომლებიც არიან ზუსტად მობილიზებულები იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი წინა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, რომელიც დაინახავს დარღვევას, რომელიც იქნება დაშინების ობიექტი. აი ეს ინფორმაცია წამოიღოს და მთავარი დამცველები ვარ ჩვენ. რას ნიშნავს? დასუფთავების სამსახურის ბიჭის, ისა რა ქვია, რო გადაწყვიტეს, შეურაცხყოფა და დაჩაგვრა. არ დავაჩაგრინეთ და არც დავაჩაგრინებთ. იმიტომ უამრავმა ხალხმა ფული შეუგროვა, პრობლემები მოუგვარა. გვერდში დაუდგა, მედია დაუდგა გვერდში, პოლიტიკოსები დაუდექით გვერდში. თავარი არის ამოვიღოთ ეს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამოღების მექანიზმი შექმნილია გარდა იმ პოლიტიკური კლიმატის. ანუ ორგანიზაციული არა, ქართველი ადამიანის გატეხვა ძალიან რთულია. ვიღაცას პირადობის მოწობა ჩამოვართვენ, ვიღაცას დააშინებენ, ვიღაცას და არა მასიურად. ნახეთ, თუ ხართ მზად იმისთვის, რომ აი მხარდაჭერას რაში გზნობს ხოლმე ადამიანი. აი 2012 წელს გავიხსენებ, სადაც ბიძინა ივანიშვილს პრაქტიკულად ყველგან მივლენილი ყავდა კამერით ხალხის ოფლებში, სადაც ვინმეს თუ ჩაგრავდნენ, ვინმეზე ზეწოლა თუ იყო, ეს პირდაპირ ეთერში ხდებოდა მაშინათვე. ხართ თუ არა ამისთვის მზად ორგანიზაციულად? ელენემ რაღაცები ახსენა, რამდენიმე რაღაცა არის სხვადასხვა სისტემებია, რომელიც რაღაც ნაწილი ბოლომდე ამიყვანა და რაღაც ნაწილი ეხა გზაშია და მალე იქნება დასრულებული. ანუ ერთი რაც ელენემ ახსენა, იქნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ყველა დარღვევები იქნება ატვირთული. ვებგვერდის გარდა უფრო მარტივი ვერსია იქნება, ასევე Facebook-ის გვერდი იქნება, სადაც inbox-ში გამოიგზავნება ყველა დარღვევა, რაც კი იქნება და ეს გვერდი დადებს და მთელი დღე ნებისმიერ ქალაქეს ან უცხოელს ექნება საშუალება, რომ Facebook-ის გვერდზე უყუროს ყველა უბანზე, ნებისმიერ უბანზე თუ კი რამე დარღვევა იქნება, ეს დაფიქსირდება. გარდა ამისა იქნება იგივე ორგანიზაცია, რომელიც ელენემ ახსენა, აკეთებს პარალელურ დათვლას, ოღონდ არა შერჩევითად, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და CESCO-ზე ადრე გვექნება მონაცემები, წინასწარი მონაცემები, არჩევნების შედეგების, მაჟორიტარები არ იქნება, მარტო თბილისში იქნება მაჟორიტარები, რომ capacity არ ყოფნით მაგისი. გარდა ამისა იქნება ანუ ბაზა გვექნება, ერთიანი ბაზები გვექნება თითოეულ უბანზე, ვინ არიან ჩვენი ხალხი, როგორც კომისიის წევრები, ჩვენ არ აყავს და ელენეს არ აყავს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ყავს, ევროპულ საქართველოს ყავს, კომისიის წევრები ვინ არიან ჩვენები და დამკვირვებლები ვინ არიან ჩვენები და ამათი საერთო ბაზები გვექნება თავის ტელეფონში. და მათი უსაფრთხოებად ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება საოლქოებთან, თითოეულ საოლქოსთან გვეყოლება მობილიზებული ხალხი, მანქანები და მობილურის ნომრები, რომ ნებისმიერ უბანზე თუ კი სადმე რამე დარღვევა იქნება, გარდა იმისა, რომ გადაიღებენ და Facebook-ზე ატვირთავენ, საიტზე ატვირთავენ, მობილური ჯგუფები წავლენ, რომ კიდე დაეხმარონ და გადაიღონ თუ რაღაცა არის, საჩხუბარი იქნება, იჩხუბებენ. ამის გარდა ვიქნები ეს 2020 წელს ვერ გაკეთდა და ის კეთდება ახლა. ეს 20 წელს მე არ ვიყავი ეგეთი ერთობის რატო ვამბობ ამას? თავარი ოპოზიციის რღვევაც რაშიც დაიწყო იმ ერთიანობის და ვიღაცები მე პარლამენტში შევიდნენ. რა იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ჩვენ ვერ დავამტკიცეთ გაყალბება. მე მაინტერესებს იქნება თუ არა დოკუმენტირებული ეს ყველაფერი, როდესაც ელჩთან იქნება მისატანი, ელჩთან მიიტანთ და ასე შემდეგ. და ბოლოში დავასრულო ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ეხა იყვება გაცლებით მეტი უცხოელი დამკვირვებელი, ვიდრე მანამდე იყო, მაშინ იყო ჩამოსული 30 კაცი, ეხა მარტო EUTO აგზავნის, EUTO-დის გუში მქონდა, მაგათ ხელთვალთა შეხვედრა მე და ყველა ხვდებით 350 ადამიანს, გარდა ამის ამას ემატება ევროპარლამენტის და EUTO საპარლამენტო ასამბლეა და ისეთი ხალხი კიდე ჩამოვიდა და ბელორუსის CESCO ჩამოვიდა იმას, რომ გაიправონ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელებს, საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნება უცხოელების წარმოდგენილი და მოცვა ექნებათ, ჩემი რეკომენდაცია იყო და მითხეს რომ ესე ვიზამთო იმ რაიონებში და ოლქებში, სადაც ყველაზე მეტი შანსია გაყალბების. ნიკა, კითხვა მაქვს, ასეთი არის
რაღაცა კონკრეტული მოცემულობა ხო, რასაც ეს ციფრებიც გვეუბნება. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ აქტიურობაა ამ ორჩევლის. ეს ჩანს, იმიტომ რომ აქტიურობა პირდაპირ უპროპორციულია ოცნებისთვის ხმების მოგროვების პერსპექტივისა, თუმცა არის და შესაძლოა იყოს პროცესში რაღაც ისეთი ფაქტორები, რამაც შეიძლება შეცვალოს ეს სურათი. აი, თქვენი მხრიდან რა რისკებს ხედავთ? საერთო ოპოზიციურ ველზე კონკრეტული კითხვა მაქვს. შესაძლოა თუ არა მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდეს ის ფაქტორი, რომელიც იმუშავებს დამაზიანებლად ოპოზიციისთვის. თუ ფიქრობთ, რომ პირიქით მისი ჩამოსვლა თუ არ ჩამოსვლა შესაძლოა იყოს სასარგებლო, აი ეს პროცესისთვის ესეც მინდა. პირველ რიგში კი პასუხებთ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ახოს კითხოს მე გამოეხმაურო, ეხა თუ ეხა ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს ეხა ეშინია ადამიანები დაშინდა, მაშინ ეხა რა გამარჯვება, რა ქვეყნის მომავალზე უნდა საუბრობთ, პირდაპირ უნდა. სიამაყეა, ოპოზიციის ლექსიკონში ისედაც არის ეს სიტყვა, რომ ადამიანებს აშინებენ. არა, აშინებენ ხო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ქართული ოცნებისთვის. რატო აშინებენ? ვერ არწმუნებენ და აშინებენ. ხო, მაგრამ ყველას ხო ვერ აშინებენ. ვიღაცას შეუშინებიათ კი რა, არ ვიცი, თვალად არ მინახავს ადამიანები ჩვენს რიგებში წლებია, მაგრამ ყველა ერთნაირი გამბედავი შეიძლება მათ მაგივრად სხვა ადამიანი მოვიდა და ის საინსტიტუტო ჯოხი აიღო ხელში. ნამდვილად გეუბნებით, სხვა ვითარება, შაშნაძეზე განსხვავებით, ეხა ნეტა ყოფილიყო ამ ხარისხის კოორდინაცია, ჩვენ სხვადასხვა კონსტრუქციით თანამშრომლობთ ოპოზიცია სხვადასხვა ქალაქში. მართლა სხვადასხვა ქალაქში. პრაქტიკულად ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით გაერთიანდა მთლიანად. მთლიანად ყოველდღიურ ქალაქში თანამშრომლობთ სხვადასხვა დონეზე ხარისხიანად. ამ ორგანიზაციული განსხვავებით შაშანდელია კონკრეტული მაგალითი მოვიხსენოთ, განსხვავებით შაშანდელისგან სპეციფიკაც ამ არჩევნებისა იძლევა შესაძლებლობას, რომ უფრო ხარისხიან ამოვავსოთ ის ხვრელები, ის ღრიჭოები, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს ხოლმე სათავისოდ შემონახული. მაგალითად, ახლა ზუგდიდის რაიონში პირობითად ერთ ცალკე აღებულ ოლქში თუ კი იყო ერთი მაჟორიტარი, შაშა 30 მაჟორიტარი იყო. ხო, ოპოზიციიდან. დღეს დაახლოებით 700-მდე მაჟორიტარია. ყველა სოფოს თავისი მაჟორიტარი ხავს. ჩვენი ოპოზიციური ლიდერები და ოჯახის წევრებს აყენებენ კომისიის წევრებად, დამკვირვებლებად, წარმომადგენლებად. სხვა მოტივაცია აქვს ადგილებზეც. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება თქვენ უშუალო კითხვას, მე მართლაც გულახდილად გეუბნებით ეხა ყველა ადამიანს, თქვენს, მეც, თქვენ მაყურებელს გონია, რომ უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ხო? ჩვენ ცხოვრებაში 2 ოქტომბერი. და ალბათ ყველა ქართველს უნდა იყოს ამ ბრძოლაში ჩართული, ხო? და ყველა ადამიანს ვისაც უნდა ჩართვა ამ ბრძოლაში უნდა ჩაერთოს. მეც რო ვიყო ქვეყნის გარეთ, ნამდვილად მომიმდებოდა, თქვენც რო იყო, თქვენც მოგინდებოდა, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს ყველაფერი, როდესაც აი ტირაჟირდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო, ახლა ჩამოვარჩა. ეს ყველაფერი აუცილებლად ხაზგასმით გეუბნებით და სრული პასუხისმგებლობით იქნება აი ზედმიწევნის მშვიდობიანი აქტი. ზედმიწევნის მშვიდობიანი აქტი უნდა იყოს ადამიანს თუ აქვს სურვილი, რომ იყოს ქვეყანაში და ამბობს, რომ ციხეშიც ვარ წამსვლელი. ეს შედობიანად კეთდება, ხო და ნახეთ, თუ კი ვინმე საქართველოს მაგალითად რომელიღაც საზღვრიდან შემოდის, ხო? როგორ? ხო და როგორ ამას ერთი როგორ, მაგრამ თქვათ და არა, მე ამჯერა ნინო, ამჯერა იმ ადამიანის პირდაპირ გეუბნებით, ვისაც სული ხდება შიმშილ დუპერსპექტივით, ვისაც აშინებენ, ვისაც ჩაგრავენ, ვისაც ეუბნებიან, რომ აქ შესამსახურს ვერასოდეს ვერ შეგიქმნით სამუშაო ადგილს და ქვეყანა უნდა გახვიდე, მოკლედ ცხოვრება უარესდება და უარესდება ადამიანისთვის და ვინც არ უნდა იყოს ერთი ცალკე აღებული ადამიანი თუ კი ქვეყანაში შემოდის ის ადამიანი იცვის პოზიციას და მიდის და ხმასობდეს ყავ ქართულ ოცნებას ამჯერა ის არის რიგითი ადამიანი ის არის კონკრეტული თქვენი პარტიის ლიდერი ერთ-ერთი მას შეუძლია სერიოზული გავლენის მოხდენა პროცესზე და აი თქვენ როგორ ხედავთ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში ხა მასზე შემოსვლა კიდე ცალკე თემაა მაგრამ რა სარგებელი აქვს პროცესში ხო ეხლა რა თქმა უნდა ვიმარჩიებთ. წინას არ არის ეს აწონილ-დაწონილი შემოსვლა სასარგებელი. პირდაპირ გეუბნებით ეხლა ამ ლოგიკით ალალად გეტყვით რა ეხლა ანუ აი რატო შეიძლება ამ ლოგიკით ვიღაცამ თქვას ან მანაც თქვას რომ ვიღაცა ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვინც არის ვინც ხართ თქვენ უფრო აზიანებთ პროცესს ვიდრე მე აზიანებ. მე კი არ გეუბნებთ რომ აზიანებს. თქვენ როგორ ფიქრობთ თქო აზიანებს თუ სარგებლიანი პროცესი? ეს განხილულია თქვათ აი თქვენთან ვისაუბრია ბევრჯერ ვისაუბრია. თქვენ გაქვთ ნინო განცდა თუ არ გაქვთ. მე მაქვს რომ არ ვაშინება ამ ორჩეულს პირდაპირ გეუბნებით 2 ოქტომბრის არჩევნებში და რეფერენდუმში თუ ამ სახელმწიფოს ფეხი წაუწდა
მე მგონია ჩვენი თაობა მომდენო ათის განმავლობაში ვერ მოახერხებს ფეხსაცდენის პროცესისთვის ხომ არ იქნება რა თქმა უნდა, რაღაცა ჩვენ დამატებითი ყველაზე ფაქტორი, მნიშვნელოვანი ეს არის, კითხვა ლეგიტიმურია. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს არ ცვლის არაფერი. როგორიც არ ვთქვათ, ჩამოსვლის გადაწყვეტილება არის ძალიან ექსკლუზიურად მისი. მათ შორის პასუხისგებლობა ამ ჩამოსვლის ფორმებზე და არა კოორდინირებული მაგ- თქვენთან? არა, რატომ უნდა იყოს ჩემთან კოორდინირებული მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მაგრამ დღის წესრიგს პოლიტიკურ საარჩევნოდ ვქნით ჩვენ. ამაზე ვიღებ პასუხისგებლობას, ვქნით ჩვენ ჩვენი კოალიციური შეთავაზებით საზოგადოების მიმართ. და თუ ქართულ ოცნებას ექნება ცდელობა, რომ ეს არჩევნები აქციოს ორ ადამიანს შორის არჩევანად, ისევ რასაც უაკეთებს ხოლმე რაღაცა ქართული ოცნება და სააკაშვილის შორის არჩევანი, უბრალოდ არ არის ეს არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კოალიცია და ეს არ არის უბრალოდ ის დუალიზმი, რასაც სულ თავაზობს ხოლმე, რომ ან ეს, ან ის. არის კოალიცია. იმის იქით ჩამოსვლა, არ ჩამოსვლა, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმეს დღის წესრიგით ვიმოქმედოთ ან ვითამაშოთ. ანუ თქვენი და სააკაშვილის დღის წესრიგი არ არის ერთი და იგივე დღის წესრიგი. საერთოდ არის ყველა ვინც კი. არა, დღის წესრიგი. დღის წესრიგი მისი ჩამოსვლა, არ ჩამოსვლის არის მისი. და ვერანაირად რა თქმა უნდა გავლენას იმაზე რომ ჩვენ რას ვთავაზობთ საზოგადოებას ცვლილებას კოალიციურ ცვლილებას რატომ გონია იცით რომ აი რეფერენდუმი ყველა შემთხვევაში ჩატარდება 2 ოქტომბერს ხო რა თქმა უნდა სწორედ თქვენ ხელენა პასუხისგებლობა ცალკე აღებული იმ ადამიანს ამ შემთხვევაში ადამიანის რომელიც მართლაც ბჯერა შინაგანათო დევნილი არის და მართლა თეთრი შურით შურს ბჯერა კი არა ზუსტად ვიცი და ფაქტები ადასტურებს ამას და პრაქტიკულად ოპოზიციაში ადამიანები არ დავჭით ვინც ნასამართლებები არა ვართ ნასამართლები ხო ზოგი ციხეში ვარ ზოგი დამოკლის მახვილია ელენე რო ელენეა ხა რავი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ელენე რო ელენეა რატო ეხა ასე გამოყავ იმიტომ რომ ეხა იმიტომ კი არ ხაც კი აუსო რომ ქალბატონი პოლიტიკოსია მამაკაც პოლიტიკოსი ჯობია და ბრძოლი წინა ხაზია მაგრამ ელენესაც კი ემუქრებიან დაკავებით პირდაპირ გეუბნებით ხო ადამიანს თუ აქვს სურვილი აკომის ვერავე ვერ აუგზავნოს აბა ხო სწორად გამიგეთ რა მართლა ვერავე აუგზავნოს საქართველოში ჩამოსხდა ხადია თუმცა აქ დეტალებს მნიშვნელობა როდის ჩამოდის ჩატარდება როდის ჩამოდის რა გეგმით ჩამოდის ახლა განსხვავებული პოზიციები მიდგომები ახლა ჩვენ ვართ მეგობრები ჩვენ ვართ არა თქვენსა და სააკაშვილის შორის გულისხმობ ანუ ხო ილაპარაკეთ ამ თემაზე თუ საერთოდ არ გესაუბრებთ არა რა მე როდის ერთხელ ნახე როცა მე მას შემდეგ არ მქონდა შესაძლებლობა მასთან ურთიერთობის მაგრამ რა თქმა უნდა აი როდესაც მე მომეცა შესაძლებლობა ყოფილიყავი კიევში ჩვენ გვისაუბრია რა თქმა უნდა გვისაუბრია ამ კონკრეტულ საკითხზე არა გვისაუბრია მათ შორის გვისაუბრია და უბრალოდ ამაზეც რომ ახლა თუ ჩამოვა ხო დავინახე ხო ჩამოვიდა ნიკა ნახეთ რა ხდება ბევრი რაღაც შეიძლება რა შეიძლება მომისმენთ აი რა შეიძლება იყოს რაღაცა ჯერათო დღეს ვინც ქართულ ეპიცენტრი უცებ აღმოჩნდეს რაღაცა რა არის ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები ამისთვის ვიბრძვით ყველა ერთად რომ ეპიცენტრი თუ სხვაგან გადავაყურადღებით შესაძლებლობა გვინდა მოვიწყოთ ეს რიგის რაზეც ელენე საუბრობდა შეიძლება თუ გადაიხრება იქით თუ არა? არა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ფაქტია, ჩვენ აქ ვინც ვართ ერთად, ჩვენი ჩათვლით. ჯერ ამ თავისუფალი არჩევნები. სააკაშვილით რომელიღაც საზღვარს მოადგა, თქვენ იტყვით რომ ჩვენ დღის წესრიგი. არა, ეს რა შუაშია. ის თუ იქ რაღაცას არა, ეს რა შუაშია. ყველანი ვიბრძვით. ის გადაიტანს თუ არა ყურადღებას თავის თავზე და ამ პროცესში ეს იქნება უფრო მამობილიზებელი თქვენი იქნება ასე თქო თუ პირიქით იქნება თქო და თქვენს ინტერესს თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს მაინტერესებს. ჩვენ კი არ ვამბობთ რომ ეს თქვენ სამეულს მაგალითად მიაჩნიათ შენ როგორ ფიქრობ? ვახო, პირდაპირ გეუბნები. შენ როგორ ნინო, შენ როგორ სააკაშვილის ჩამოსვლა. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა, ის საფრთხეც ელენემ დაინახა, ბუნებრივია ივანიშვილს და სააკაშვილს აქცევს თავარ ფიგურებად. ახავს, იმიტომ რომ ზუსტად ეგ თქვი, რომ ამ არჩევნებში არ გამოვა. არა, თუ სააკაშვილი არა, ზუსტად გამოვენთ რომ თქვენ ფიქრობთ რომ სააკაშვილი იბრძოლებს იმისთვის რომ თქვენი კოალიცია რა შუაშია თქვენ გონიათ რომ თქვენი რომელიმე პოლიტიკოსი არა მთელი პრობლემა ამაშია თქვენი და ჩვენი აღარ არის ჟურნალისტი და პოლიტიკოს შორის რა განსხვავებაა ანუ სააკაშვილი კარგავთ სახელმწიფოს ვახო ძალიან აი ამაზე მინდა პასუხი სააკაშვილის ჩამოსვლა მაგალითად არჩევნებამდე არჩევნების მაინტერესებს არ ვიცი მე მაინტერესებს
თქვენ როგორი ახლა გაქვთ ამის? თქვენ გაძლევთ ხელს თუ არ გაძლევთ? ოპოზიციისთვის ეს უკეთესია თუ არა? აი ზურას აქვს პასუხი, დიახ, ზურას მოусმინე. გავიგე, ჩამოვიდა სააკაშვილი მოადგა რომელიღაც საზღვარი. სხვა რამეს ვკითხულობ. აიღო ყურადღება. თქვენ როდესაც გაიგეთ, ბატონზურა, თქვენ როდესაც გაიგეთ, რომ აი სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. შენ რომ არ ჩამოხვიდოდი, ხო სხვა რამეს ვამბობ. პიროვნულად კი არ ვლაპარაკობ. რა გაიფიქრეთ, რომ ეს კარგია ოპოზიციისთვის თუ ხო დავწერე საჯარო თქვი რა. აი გითხარით. მე ვთქვი რომ კი ჩემი აზრით დროს აქვს მნიშვნელობა უკეთესი იქნება რომ ეს ამბავი ჩემი აზრით კოორდინირებული იყოს რომ ვიცოდეთ საბოლოო ჯამში რა გეგმა აქვს და რა გადაწყვეტილება აქვს და ასე შემდეგ დროს აქვს მნიშვნელობა იმ გაგებით რომ ის არ არის ერთი რიგითი მოქალაქე რომელიც უბრალოდ ჩამოვა და ეს ამას ეფექტი არ ექნება ამიტომ მე მჯერა რომ კი ყურადღებასაც წაიღებს და გავლენასაც მოაქცევს პოლიტიკურ ველზე მათ შორის არ ვიცი რანაირ გავლენას არ თქვენ კითხავს რომ უპასუხო არ ვიცი რანაირ გავლენას პირიქით შევა პოზიტიური ამბავი იყოს რომ დაამობილიზოს უფრო კარგად ნაციონალურ მოძრაობის ხადაჭერები მაგრამ მეორე მხრივ ისტორიული გამოცდილება აჩვენებს რომ ასევე კარგად ამობილიზებს როგორც საფრთხებელს იყენებდნენ ოცნების იმებს მე არ მჯერა რომ ეხა ეს საფრთხებელს გამოყენება მისი პიროვნების შესაძლებელია იმიტომ უყურებ და ვეღარ აშინებენ ამითი ხო რა ვიცი ამას თუ სწორად გავიგე 2 ოქტომბერზე სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა, როგორ ჩამოვა, როდის ჩამოვა, გავლენას არჩევნებზე არა. ძალიან მიგვეწყობენ სიმართლე გითხრა. თქვენ გონიათ ეხლა ჩვენ პოლიტიკოსებად, თქვენ ჟურნალისტები ვართ, ვიღაცა ქირურგია, ვიღაცა თერაპევტია. სააკაშვილის ამბავი გაინტერესებს. ყველა ადამიანს მე რომ ვიყო, ჩამოვიდოდი, უკვე ჩამოვიდოდი. მესმის, მაგრამ ამის გავლენა მაინტერესებს. თქვენ როგორ უყურებთ ამას? იქნება ამას დავინახავთ, ვახო. მესმის, აი დავაკონკრეტებ ამის. გავლენა იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, რომელიც არის გაკეთებული ამ მომრჩევლის მიმართ, რომ ჩვენ მოვდივართ კოალიციის, ვერ ექნება. ამაზე ვიღებ პასუხისგებლობას. იმიტომ რომ ეს არ არის თამაში, ეს არის კოალიცია, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. იმის იქით, რა თქმა უნდა, გავლენა ეხლა, რა ვიცი, ლაივი იქნება ბევრი, რა ვიცი, ემოცია იქნება რაღაცა. ისა, მაგრამ პოლიტიკურ დღესწესრიგზე იმ გუნდის, იმ ერთობის, რომელშიც ჩვენ ვართ. გავლენა პოზიტიური ხო გაგიხარდება. ქართული ოცნება როგორც რეჟიმის სახით აღარ არსებობს. სამხედროში და ხვალდა ზეგ როდესაც პროპორციული არჩევნები ჩატარდება და ყველა პარტიას ეცოდინება ამაზე არ ვდავალთ გარემოში იღებს მონაწილეობას არჩევნებში ხო კარგი იქნება ამაზე არ ვდავალთ ქართული ოცნების გარეშე რა კონსოლიდაციას კონსოლიდირებას თქვა ნეგატიური იქნება პოზიტიური იქნება ხო ყველაფერში შემოდავები ხა დაველოდოთ დავინახავთ მე მგონია რომ ჩვენ იმ ზღვარზე ვართ უკვე დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს მართლა გეუბნები ჯერ არ ვიტყვილები ხახტო ჯერ არ ვეუბნები ხალხო ბოლო შანსია მაგრამ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის მინიმუმ მომდენო 10 წლის კარგი თუნდა შევაჯამო და უბრალოდ მაინტერესებს ერთი საკითხი ასევე ეს 53%-ს უკავშირდება რაღაც რეპლიკა შეიძლება რა აუცილებლად მე როგორ უყურებ ახლა ამ თემას კი ბატონო ბრძანეთ კი სიანდეში მე უყურებ დღევანდელ შექმნის სიტუაციას ესე რომ ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ვიღაცები რომ მოდიოდნენ პოლიტიკური ძალები თუ სარკეული ადამიანები ძალაუფლების დათმობა ყოველთვის იყო პრობლემა მე ეს პრობლემა ქონდა წინა ხელისუფლებასაც ქონდა მანამდე შევარდნაძის ხელისუფლებასაც და ეხლა ამ ხელისუფლებასაც ოღონდ პრინციპული განსხვავება არის მაგალითად წინა ხელისუფლებას თუ შეადრებ ეხლამდე ხელისუფლებას პრინციპული განსხვავება არის იმაში რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება რო გააქვს როგორც წესი გარდა ამ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხრიდან ლეგიტიმაციისა ჭირდება ასევე გარე ლეგიტიმაცია და ეს გარე ლეგიტიმაციას წინა ხელისუფლებები იღებდნენ დასავლეთიდან იმიტომ რომ მოსახლეობის არჩევანი არის ამ ქვეყნის პროდასავლური კურსი და მიუხედავად იმისა რომ წინა ხელისუფლება ძალიან არ უნდოდა ძალაუფლების დათმობა როდესაც არჩევანი დაუდგა ის ხელისუფლება არც კი გაუფიქრია ვინმეს რომ ხელისუფლებას დასაყრდნად წასულიყო რუსეთის მხარეს ეს არის პრინციპული განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლების შორის ამათმა ეხლა ვინც არიან ხელისუფლებაში რომ დაუდგა ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი და დასავლეთიდან დაინახეს ზეწოლა რომ შენ უნდა შეცვალო მართლმსაჯულებაში ეს პროკურატურაში ეს უნდა გააკეთო თუ გინდა ჩვენთან ერთად თამაში ესენი შეუტრიალდნენ დასავლეთს და პუტინის ენაზე დაუწყეს ლაპარაკი და იქით ეუბნებიან რომ მე იქით გასწავლით სასამართლო როგორ უნდა იყოს ანუ ფეხებზე კიდე თქვენას გეუბნებით და მიდიან ჩოლად რუსეთისკენ ანუ იმის გამო რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ მზად არიან რუსეთს ჩაეხუტონ და რუსეთიდანაც პინგ-პონგს ეთამაშებიან ლავროვის და ვიღაცების განცხადებები რაც იყო ყველაფერი ეს არის პინგ-პონგის თამაში ეს არის პრინციპული ამ რეალობაში ვართ რომ ეს ქვეყანა კურსი ცვლის და მიდის რუსეთისკენ რუსეთიდან წასვლა მარტო ის კი არა რაღაცა კავშირში ვიქნებით ეს ნიშნავს ჭაობში კიდე ღრმად კიდე უფრო მეტ სიღარიბეს კიდე უფრო მეტ საშინელებას რაც გჭირს ჭაობში ვართ კიდე უფრო ჯაბლად ჩავალ შეიძლება ბევრს გონია რომ ეს არის ფსკერი მაგრამ ეს ფსკერი კიდე ჩაინტროვა და ჩავა ძალიან ღრმად და იქიდან მე ამის მოტრიალება იქნება ძალიან რთული მე უყურებ ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ რთულია
ახლაც ამ ძალიან რეალობაში მდგომარეობაში. ხო, ამ კი, მაგრამ არა, ეს არ არის ფსკერი. თუ მე რენახეთ რა დაგვემართება, ყველაფერი თავზე ჩამოგვეფშება, მათ შორის, რა ვიცი, ტერიტორიების დაკარგვები და ისინი მე რენახეთ. ხო, და ესე უყურებ, ანუ ეს არჩევანები გასაკეთებენ. ამ ამბავში ახლა სააკაშვილი კი არა, ვინც გინდა იყოს, ვისაც უნდა ქვეყანაში ჩამოს, როგორი დიდი ფიგურაც არა, როგორი გავლენაც არ უნდა ქონდეს პოლიტიკურ ველზე, ჩემთვის არაფერი არ იცოდება. გავიგე ხო, რა ვიცი, მოადგება საზღვარს, წაიღებს მედიის ყურადღებას, ის იქნება, კაცმარის პოლიტიკური პროცესი საიწავა, მაგრამ ჩემთვის არაფერი არ იცოდება. ჩვენ რო რაღაცადი შეთანხმებული ვართ, როგორც ვართ შეთანხმებული, ისე ვაგზავნებთ ბრძოლას. ეს ხელისუფლება არის გასაშვები. თუ ეს ხელისუფლება ჩვენ ახლა ვერ გაუშვით 2 ოქტომბერს თუ შედეგი ვერ დავდეთ, მე გაცილებით უფრო რთული მოსატრიალებელი იქნება. გაცილებით ეს სიტუაცია. ბატონო, ვასრულებთ რაიმე რეპლიკები? არაფერი, უბრალოდ იმაზე კაფეო განცხადება რა გააკეთოს ქართულ მოცემას, როდესაც დგება და ამბობს, რომ ევროკავშირთან მე მჭიდროდ თანამშრომლობა, იმიტომ არ მინდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, იმიტომ რომ მათ უნდა აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება. ნუ ეხლა რა გითხრას ადამიანებს სხვაგვარად იმაზე ნაკაფიო სიგნალი რა გაუგზავნოს ცივილიზაციას და ამ ბრძოლაში ვინც ეხლა ჩაერთვება ავანგარდში ხა, ნუ აი მართა მივესალმები, ზოგჯერ მიკვირს ხოლმე ესეთ, ზოგჯერ ხა მართა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი, მართა ჟურნალისტი გონია და პოლიტიკოსი, ჩვენ მეგონით ვატყულებთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ყველაფერი სისტემაშია მოყვანილი და ყველა თავის პროფესიის შესაბამისად მოქმედებს. ყველაფერი აღრეულ-დაღრეულია. პირველ რიგში ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩემი აზრით ვაპატიეთ მე იმას კი არ საყვედრო, რომლებმაც ვიცით, ჯანსაღმანაწილო საზოგადოებას ვიცით, რომ ამ ქვეყანას ემუქრება საფრთხე ეგზისტენციალური და 10-20 წლის შემდეგ მერთვარქრას მომავლის განმოსახედიდან შეიძლება გაგვეცინოს იმ დეტალებზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. გვეცოდინება მთავარი შევინარჩუნეთ ჩვენი ბრძოლით ეს სახელმწიფო როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული თუ ვერ შევინარჩუნეთ. მე მგონია რომ ეს საფრთხე არსებობს და ამ საფრთხეს მინიმიზება სჭირდება. მართლა ეგრეა. მართლა ესე მჯერად რომ ეს ჩვენ ვიცით რომ ეს მართლა ასეა და პირველად ჩვენ ცხოვრებაში დახეთ ხალხო დაშინებულია ჟურნალისტები ავანგარდში რო ჩადექით აქციების ხო მიტინგები მოვაწყეთ ჩვენ ცხოვრებაში პირველად საყვედურობით ოპოზიციას ვერ გამოყავს ხალხი. როდესაც ოპოზიციონერები ჩაანაცვლა ჟურნალისტებმა, ჩემმა მეგობრებმა, ჟურნალისტებმა დაინახეს რომ ვა ჩვენს ვერ გამოვიყვანეთ ხალხი. რატო? იმიტომ რომ ხალხი არის შეშინებული, დაშინებული, ვახო, შენ ხო იყავი ავანგარდში ბრძოლის. გამოვიყვანეთ, იმაზე მეტი სხვათა შორის ვიდრე ოპოზიცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ბუნებრივია. ვინ ამბობს ამას, რომ საკმარისი? ამიტომ აღარაფრის შუაში აღარ არის, ამის ახსნაზე გეთანხმებით. ხალხო, ეხა გეთანხმებით, აბსოლუტურად, უბრალოდ, აი ხალხის გამოყვანა რადგან ახსენეთ, გამოყვანა არ მომწონს ეს სიტყვა, თავისით გამოდის ადამიანი, როდესაც სწორი გზავნილებია, ხო? თუ ეს 53% არ დაიდო ქართული ოცნების მხრიდან, ვერ მიაღწია, მაგრამ ამასთანავე გასულია შეთანხმებიდან დასავლეთის რეაქციას დაახლოებით ხვდები, რომ კაცრი იქნება, მაგრამ ხალხი თუ არ იქნა ქუჩაში, ნიკა, თქვენ გესმით, რომ ჩართული ადამიანები უნდა ვაჩვენებდეთ თავგანწირვას პირდაპირ გეუბნებით რა. ანუ ეხა პოლიტიკოსი გასაგებია, რაც არ უნდა ჭერმეტყველები ვიყოთ, რაც არ უნდა კარგად საუბრობდეთ, სხვადასხვა პოლიტიკოსები ესა თუ ის, ხო? ახლა არის ეტაპი, სადაც ეს არ არის საკმარისი. აქ თავგანწირვაც არის მნიშვნელოვანი. მართლა ასე მჯერა, ვახო, მართლა დიდი მადლობა და ამისთვის მნიშვნელოვანია ხოლმე დროს უთმობთ იმას, ახლა გვეცლება, ბრძოლის წინა ხაზზე ვარ, სანგარში ვართ, გვესვრიან გვეუბნებიან რომ საქართველოს დროშა აქ აღარ იფრიალებს, დროშას ევროკავშირი ჩამოხსნით და საუბრობთ იმ დეტალებზე, რომელიც ჩემის აზრით არ არის აი ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ თუ შეხედავთ ქართული ოცნების პროპაგანდას, რაზე არის ის აგებული, მოსახლეობას მკაფიო პასუხები სჭირდება. ნაციონალური მოძრაობას თუ დააკრება ამით ხმა პირდაპირ გეუბნებთ ქართულ ოცნებას არ მოემატება მივა ხმას მიცემს ელენე ხოშტარიას პარტიას თუ რაღაც ისეც გავაკეთეთ ჩვენ არჩევნებამდე ელენე ხოშტარიას დროას თუ ამის გირჩს მიცემს გირჩს ევროპულ საქართველოს მიცემს კი ბატონო, მაგრამ რა კითხვასაც ჩვენ თქვენ ვისვამთ, ეს არის აქტუალური კითხვები და თანაც თქვენ სამომრჩეველში პირველ რიგში. კარგი, ჩვენ უნდა დავასრულოთ აი მოკლედ თუ შეიძლება. უშედეგო მაჩვენე რომ ქართული ოცნების შარშანდელი ამორჩევლის 6% ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი გახდა. ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო. და ველზე იგრძნობა ეს ყველაფერი. არა ამორჩეველი რიგებში არიან ჩვენთან. გმადლობთ. მე ამ ნაწილში ბოლო რეპლიკის ნაწილში ვერ დაგეთანხმებით. მე მგონია რომ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ იმისთვის რომ
მაყურებელმა ზუსტად გაიგოს თქვენ რას ეუბნებით. არა, პროგნოზები არ უნდა ვაკეთოთ, ხო? პროგნოზი არ გვინდა არჩევნებზე ვნახავთ შედეგს. იყოს იმ დღის წესრიგში, რასაც თქვენ ბრძანებთ. ჩვენი ვიცით ზუსტად რა გვინდა, მათ შორის ბევრ რაღაცაზე ვარ შეთანხმებული. პირველ რიგში კარგად გვესმის რა არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში. და გვესმის რომ თავარი პრობლემა არის ერთ წერტილში კონცენტრირებული ძალაუფლება და ვიცით ეს როგორ უნდა დავშალოთ, ბევრი მართულებით იქნება ეს. მართლმსაჯულება, ეკონომიკა თუ სხვა მიმართულებები. მათ შორის ვიცით როგორ უნდა დავისათხმები და ბევრ რაღაცებზე აქაც დიდი მადლობა. ჩენი არის ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყობი. დიდი მადლობა სამივე თქვენგანს გადაცემაში მონაწილეობისთვის. რეკლამის შემდეგ დისკუსია გვექნება ლელო და გახარიას პარტია ერთმანეთის პირისპირ.